სალამიანი, დღეს გვეწვია ანი ნადარეიშვილი, ძალიან გაუხარდება ჩემს მაყურებელს. და ახლა მინდა საუბარი დავიწყოთ იქიდან, საიდანაც დავიწყეთ, როცა შენთან მოვედი სტუმრად და როცა გაგიცანი. აი, ძალიან შორიდან. და მერე ნელ-ნელა მოვალთ დღევანდელობამდე და ჩემი აზრით არ გვექნება ერთი ეთერი, ბევრი ეთერი გვექნება. და ნუ მინიმუმ თვეში ერთხელ ან ორჯერ უნდა დავწდეთ და ვილაპარაკოთ ყველაფერზე. იმაზე რაც დღეს ხდება და იმაზე რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ქოცებს მოვიშორებთ. ან დავწყოთ შენი დიდი ბებიებიდან და დიდი ბაბუებიდან და მერიზე რო დაიწყე ლაპარაკი და ეს ის მერია მეთქი რო გკითხე, აი ის მომენტები მოგესალმები ელისო, მივესალმები შენს აუდიტორიას. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, მე მგონი შენმა აუდიტორიამაც იცის ჩემი წინაპრების შესახებ, იმიტომ რომ არაერთხელ სოციალური ქსელით არაერთხელ გავავრცელე რაღაც ისტორიები პატარა. კი, რომელსაც მე ვაკოპირებ ჩემთან ავტომატურად. მამაჩემის მხრიდან, მამაჩემის დედა ეხაც ბებია ჩემი ეხაც ცოცხალია 98 წლის არის, ჯამრთელია, აბსოლუტურად მოაზროვნე და ძალიან ბევრი ისტორიებს ყვება და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აი ბოლო ამ 12 წლის განმავლობაში, როცა რუსები ისევ შემოგვეციან, ძალიან ბევრი ისტორიას ვაყოლინებ და ძალიან ბევრ პარალელს ბატონო ხო იწერ რასაც ყვება. იცი რა, არ ვიწერ, მაგრამ ნუ ხო ბევრჯერ მინდოდა რომ ჩამეწერა, ერთხელ კესომ ჩაწერა რაღაცა, მაგრამ აი ესე ჩაწერილი არა მაქვს. თუმცა ვიმახსოვრებ, იმიტომ რომ ეს ჩემი ისტორია პირადი და არა მარტო ჩემი საქართველოს ისტორიაც არის და ვიმახსოვრებ და ჩემ შვილებსაც ვასმენინებ ხშირად, როცა ბებო ლაპარაკობს და ბევრი ისტორიები გვაქვს, მაგრამ პირველ რიგში მინდა ითქვა, რომ პარალელები არის ძალიან ბევრი. აი დღევანდელობასთან, განსაკუთრებით ეხა აი რაც რეპრესიებიც მიდის, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ეხა ბევრად განვითარებულია სამყარო და არ გხრეტენ. თუმცა ეგეც ამ სამყაროშიც არიან სახელმწიფოები, სადაც არის ადგილები, სადაც ხრეტენ და ამათ უფლება რო ქონდეთ, ესენიც დიდი სიამოვნებით ქონდეთ და არც უფლებას არ ვკითხავენ, არ არის რომ მომავალში მივიდნენ მაგამდე კი. იმიტომ რომ ბევრმა პროპაგანდისტმა უკვე გააჟღერა მსგავსი მესიჯი. მერი შერვაშიძე იყო მამაჩემის ბებია, ანუ ბებიაჩემის დედა. ორი მერი შერვაშიძე არსებობდა. ერთი მერი შერვაშიძე, რომელიც ყველა მიცის პარიზში კოკო შანელისთან დაკავშირებული. ბალატიონის მერი, ხო. ხო, იცი რა არის, აი მანდაც საეჭვო ამბავია, იმიტომ რომ მე პატარა ვიყავი, მერი რო გარდაიცვალა 5 წლის ვიყავი და ეხა არ მახსოვს, მაგრამ დედაჩემს კარგად ახსოვს, გიждდებოდა მერისთან დაუშვებოდა ხოლმე და აყოლინებდა ხოლმე სულ ისტორიებს და ესენი იყვნენ ბიძაშვილები, ალალი ბიძაშვილები იყვნენ ერთმანეთის. ეს ორივე მერი. იმ მერის შთამომავლობა არ ყავს, შვილები არ ყოლია და პარიზში გარდაიცვალა, ხო და არავინ არ ყავს. ეს ამ მერისა და იმ მერისთან დაკავშირებით სულ იყო ეს კამათი, რომ ის ეუბნებოდა არა შენ მოგიძღვნაო, ეს ეუბნებოდა არა შენ მოგიძღვნაო. უყურესენ, ანუ დარწმუნებულები არა ვართ, რომლის არის მიმხო? რომ ვარ ვწდები 1914 წელს დაიწერა ამ ჩემმა ბებომ ჯვარი და იმის მერი არის დაწერილი ლექსი და თუ მაგით ვივარაუდებთ, ამ მერის მიუძღვრა. თუმცა არც ერთი მერი არ ყავდა სიცოცხლეში ნანახი. ხო. ქონდა ეს ფოტოთი მიუძღვრა ეს ლექსი, ხო. მერი პირველი მეუღლე იყო ლაკერბაია და ის როდესაც პირველად შემოვიდნენ რუსები, ცნობილი ისტორიული მომენტი არის გემით, იქ გარდაიცვალა მეგობარი მოუკლეს და თავის თვალით ნახა როგორც ჩააგდეს აი ორთქლის რა ქვია გემსრუაქ რაღაცა რა იმაში და
ხო, ქვაბში გამოდის, ხო? ანუ ორთქლის საიდანაც გამოდის, იქიდან თუ მე ქვაბში მოხვდებოდ. და მე მეორედ და ანუ ბებიაჩემს ყავდა უფროსი ძმა, ლაკერბაია, ძალიან მაგარი ადამიანი, ძალიან კარგად მახსოვს. მე ესე იგი გაყვა ვარლამ შენგელაიას და ბებიაჩემი უკვე არის ვარლამის და მერის შვილი. ძალიან ბევრი უბედურება გადაიტანეს, ანუ დაწყებული იქიდან რომ არაფერს ყველაფერი აბსოლუტურად კომუნისტებმა დატოვეს უსახკაროდ, მერე დევნილები იყვნენ ჯერ სტამბოლში, მერე ვარშავაში ცხოვრობ, პარიზშიც, ვარშავაშიც ყველგან, მაგრამ ვერსად ვერ დარჩა და დაბრუნდა ისე ბოლოს, მაგრამ და ძალიან ისე გაკულაკებული და გაუბედურებული ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც თავის სამშობლოში ცხოვრობდნენ. მაგრამ მეუღლე დაუხრიტეს, ანუ ჩემი დიდი ბაბუა 37 წელს დახვრიტეს. იპოდრომის ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი იყო, ძალიან უყვარდა ცხენები. ყავდა ძალიან მაგარი ცხენები და თბილისში ერთ-ერთი ჩვენებაზე ამ ცხენების რაღაცა ეს იყო დოღი. გაგრიდან ჩამოიყვანა მატარებლით ეს თავისი საუკეთესო ცხენები. ბერია ესწრა მოკლედ ამ იმას რა ქვია, ჩვენებას თუ დოღს თუ არ ვიცი, მაშინ რა ერქვა და მოეწონა ეს ცხენები. და უთხრა რომ მომყიდეო. ნუ ამა რა თქმა უნდა ჯერ ერთი ნუ ვერ იტანდა ამ კომუნისტებს და ბოლშევიკებს და უარი განუცხადა და არავითარ შემთხვევაშიო და იმ საღამოსვე მოაკითხეს აი ეგ მრგვალბახთან კახიანი ყავდა დედა და კახიანებთან იყო გაჩერებული მრგვალბახთან ეხაც არსებობს ის ბინა მოაკითხეს ეს შავი ტყავის პლაშიანებმა და წაიყვანეს და იმის მერე არავინ არაფერი არ იცოდა, მაგრამ ბევრი წლის მერე არქივებიდან ამოვიღეთ, რომ მეტეხის ციხეში ყავდათ ერთი თვე და 37 წლის 31 აგვისტოს დახვრიტეს. თუმცა მანამდე 1924 წლის აჯანყების მონაწილეც იყო. თავის მეგობრებთან ერთად. არ ვიცი როგორ მაგრამ მაინც აგრძელებდა ამ თავის რაღაც მე არქივი რო ამოვიღე სხვათა შორის მამაჩემმა მოიყო ჯერ კიდე თავისი ცოცხლეში და 4 ადამიანს ჰქონდა მისთვის 4 ადამიანი მონაწილეობდა მის დახვრეტაში და ერთი იგი იყო რუსი, მაგრამ 3 ქართველი იყო, 3 ეთნიკურად ქართველი იყო. ერთი წერეთელი იყო მახსოვს. რეალურად რუსები, შეგნებით და ყველაფრით რუსები, ხო? ხო, ეხლა ხო, სერგო ორჯონიკიძეც ხო ესეთი ვითომ ქართველები ხო დღესაც რა ვიცი, კობახიძეც ხო ქართველია ეთნიკურად რა. მე ძალიან ესე მე რომ მახსოვს უკვე ძალიან მოხუცი იყო 90 წლის, 93 წლის იყო რო გარდაიცვალა, სადღაც 90-მდე იყო, უკვე მე რო შეგნებული აი რაც მახსოვს ბავშვობიდან და ძალიან ბოლოს აი სანამ გარდაიცვალებოდა სულ ახსენებდა თავის სახლს სოხუმში. და მე დამაინტერესა ეს სახლი, ამ სახლის ისტორია, აი ეროვნულ ბიბლიოთეკასაც აქვს ეს სახლი, სადაც კომუნისტებმა გააკეთეს და აი მე მგონი დღესაც არის საბავშვო ბაღი წითელქუდა. იყო ესეთი ბაღი, საბავშვო ბაღი ცნობილი სოხუმში და ეს იყო ამათი სახლი. სადაც დაიბადა და გაიზარდა მერი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩამორთმეული ჰქონდათ. არაფერი საერთოდ აღარ ჰქონდათ დარჩენილი, ერთადერთი ხო არ გახსოვს ამ ბაღის დაუკვირველი. ცნობილი ყველა მეცის ყველა სოხუმელმა იცის ბაღი წითელქუდა, კრასნაია შაპაჩკა ერქვა ამ ბაღს, საბავშვო ბაღს. და თავის ოთახს ბოლოს უკვე გარდაცვალების წინ თავის ოთახს აღწერდა რაღაცა ხავერდის შინდისფერი ფარდა და რაღაცებს იწახდა რა. ეს მახსოვს ბავშვობიდან ჩამრჩა. აი 5 წლის ვიყავი თუ 6-ის. აი სკოლაში არ დავდიოდი სკოლის წინა პერიოდში, რო გადაიცვალა, მაგრამ მახსოვს კარგად.
აი ხა უცებ შეგაწყვეტინებ ერთი წამი, აი ამას რო ყვებოდი ახლა ხავერდის ფარდაო და რაღაცა უცებ წარმოვიდგინე, რომ ეს ოჯახი აუცილებლად იმეგობრებდა იმ ოჯახთან, რომელსაც პირველი ნაძვისხე ქონდა საქართველოში და აი იმ ფოტოს რო დახედავ, სადაც ის ნაძვისხეა გადაღებული, აი აბსოლუტური არისტოკრატიზმის და გემოვნების და აი ყველაფრის ზეიმია რაღაცა, აი დღესაც რო გაგიკვირდება, ისეთი გემოვნებიანია ყველაფერი და აი ხა უცებ წარმოვიდგინე, რომ ეს ორი ოჯახი ერთმანეთში როგორ ის იქნებოდა ახლო კონტაქტები და კომუნიკაციები. კი და სხვათა შორის ძალიან ცნობილი და ძალიან ისეთი ადამიანები სტუმრობდნენ ხშირად ამ შერვაში ძეებს და მათ შორის ილია ჭავჭავაძეც იყო და ერთ-ერთი ჩემთვის საამაყო ფოტო არსებობს არქივში და მაქვს კიდეც სახში ჩამოკიდებული ეს ფოტო. როდესაც ილია ჭავჭავაძე ამ ჩემებთან ერთად შერვაში ძეების ბაღში გადაღებული ფოტო არის. ეს მთელი ყველა არის შერვაში ძეები, მოწვეული სტუმრებიც იქ და იმიტომ რომ ჩემი დიდი ბები, უბრალოდ მამა ჩემის დიდი ბებია, იყო მერის დედა. ტერეზია ჩიჩუა იყო საქართველოში წერა-კითხვის განმანათლებელი საზოგადოების წევრი სოხუმში და ძალიან ჩართული იყვნენ მოკლედ აი ამ აქტივობებში ეს ოჯახი და ძალიან კარგი სტუმრები ყავდათ ხოლმე ხშირად. აი ის მომენტიც რაღაცას მოაყოლა შენ, ანუ ბერიების ოჯახი, შენი ოჯახის ანუ ისინი იყვნენ ხო მოსამსახურეები თუ რაღაცა ასეთი? ხო, ანუ ლავრენტი ბერიას ოჯახზე ვამბობთ ახლა. საზაფხულო სახლი ჰქონდათ სოხუმის გარეთ, სადაც ბერია ცხოვრობდა. დამოვწმეხა რა ერქვა იმას, აი წყალიც იყო ცნობილი მაგ რაღაცა მინერალური წყალიც იყო იქ რა ერქვა. იქ იყვნენ მეზობლები და ერთი თანატოლები იყვნენ რა, მერი მისი და ლავრენტი ბერია და ბავშვობაში როდესაც თამაშობდნენ ეზოში, აი ამ გლეხის ბავშვს უღებდა ხოლმე ხის ღობე ჰქონდა და რაღაც ერთი ცალი ხის ეს რაღაც ფიცარი ამოღებული იყო ლურსმანი და იქიდან ძვრებოდა ხოლმე და თამაშობდნენ ხოლმე ერთად და ეს თურმე ახსოვდა ბერიას და მე ქმარი კი დაუხრიტა, მაგრამ უთხრა რომ შენ ხელს არ გახლებო, იმიტომ რომ ეს მახსოვსო შენგანო ბავშვობაშიო და ესე დარჩა ცოცხალი მერი. როგორი საშინელი ისტორიებია. სრული ინსტინქტი. კარგი, მე რაღაც სადღაც შეგაწყვეტინე და იქიდან სად შეგაწყვეტინე ახლა თუ გააგრძელებ? ხო, ყვებოდი იმაზე, რომ ნუ კონფისკაცია მოხდა რა თქმა უნდა ყველაფრის, მაგრამ მე მახსოვს ჭურჭელი ჰქონდათ ვერცხლის სახში, ჯერ კიდევ აფხაზეთში გაგრაში რო გავთ, სადაც შერვაში ძეების გერბი იყო. ყველაფერზე გამოსახული, ანუ თებზეც, ჭიქაზეც, დანაზე, ჩანგალზე, ყველაფერზე აბსოლუტურად და რა თქმა უნდა, ყველაფერი დავკარგეთ ის არაფერი. ანუ საერთოდ არაფერი აღარ დაგვრჩა. აი რაღაც სამახსოვროდ რა, ანუ ერთი ნივთიც კი იქაური. ისე დავტოვეთ. მე ამ ყველა დევნის და ყველაფრის მერე ჩამოვიდნენ რაღაცნაირად თბილისში დაფუძნდნენ უკვე, ხო, ეს რომელი წლები იყო და რომელი წლებიდან იწყება თუ სოხუმში ისე? სოხუმში და ანუ გაგრაში დაფუძნდნენ. ხო. ეს უკვე მე და ვარლამ შენგელაიაზე მისი მამა ანდრია შენგელაია იყო პირველი თავი გაგრის, ანუ მერი, პირველი მერი იყო გაგრის და გაგრაში ცხოვრობდნენ და გაგრაში დაფუძნდნენ. სოხუმში აღარ ცხოვრობდნენ. მე იქ დაიბადა უკვე მე ბებია ჩემიც, მამა ჩემიც, მეც. ყველა დავიბადეთ მე უკვე გაგრაში. და ეს გაგრა იყო, ნუ ხო ვიცით რომ ნიკოლოზიც სტუმრობდა იმპერატორიც რუსეთის და ძალიან დაინტერესებული ესეთი აი საზოგადოება პრინცი ოლდენბურგის სასახლე ჰქონდა და რაღაც კურორტად აქციეს აი მონაკოს სტილში, იმიტომ რომ მიკროკლიმატი იყო იქ რაღაცა სასწაული განსხვავებული, იმიტომ რომ მთა და სხვა შორის არის გაგრა, ხო? ყველა ვიცით და აი იმ პერიოდშიც ის ქალაქი იყო აი ამ რაღაცა ელიტის შეკრების ადგილი, მაშინდელი ესეთი ნაღები საზოგადოების.
ხო და იქ ცხოვრობდნენ. კი, მე ჩვეულებრივად მოვიდნენ კომუნისტები და ბებია ჩემი მუშაობდა მასწავლებლად, ობლად დედაშვილებს, იმიტომ რომ მამაჩემის მამა თვითმფრინავში დაიღუპა და ესეც მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ესეც კგბ-ს სპეცოპერაცია იყო, როგორც მე კი, გაიყვა. ესეც მოყევი ხო? ხო, 7 წლის იყო მამაჩემი და 5 წლის ბიძაჩემი, როდესაც მამა, ინჟინერი მამა ყავდათ, ბაბუაჩემი, ვლადიმერ ნადარიაშვილი. მოსკოვი, ეს არის 61 წელი თუ არ ვცდები. 61 წელი, 1961 წლის დეკემბერი იყო. როდესაც მოსკოვიდან სოჩაში მოფრინავდა და შუაში სადღაცა მოკეთ რომელიღაც რუსულ სოფელში სასწავლო რაკეტით ჩამოაგდეს ეს თვითმფრინავი და მე თქვეს რომ სასწავლო რაკეტა მოხდა შემთხვევით, მაგრამ მე აღმოჩნდა რუსები და სასწავლო რაკეტები ვიცით, რასაც ნიშნავს და ვიღაცა ერთი ადამიანის გამო მთელი თვითმფრინავი ააფეთქეს. ვიღაცა ერთი უბრალოდ არც ისე ცნობილი ადამიანის გამო, რომელიც უნდა მომკვდარიყო კგბ-ს იმით რა. და ესე დაიღუპა და მე ბებია ჩემი მასწავლებელი იყო სკოლის, აქ პუშკინი დაამთავრა, თბილისში და გაგრაში ყველაფერი გააკეთა, რომ გაგრაში გაენაწილებინათ და გაგრაში ცხოვრობდა, იყო მასწავლებელი, ესე უბრალოდ გაზარდა შვილები, მე ომი იყო, ეს უბედურებაც გაიარა, ყველაფერი დაკარგა, წამოვიდა მე შვილი დაკარგა მამაჩემის სახით. რა ვიცი, ბევრი უბედურება აქვს გადატანილი და მაინც მხნედარი, ჯამთელადარი და ყველაფერი უკავშირდება ენერგი. კი, ყველაფერი უკავშირდება რუსეთს და რუსეთის ბოროტებას. კი. და ბაჩო რა ხაციხეშია, ესეც რუსეთი და რუსეთის ბოროტებაა. მორიგი. კარგი, რატომღაც ხმა წდება შენი ეტყობა ინტერნეტს უჭერს თუ რაღაცა? ხო, ეხლა მე აქ ჩვენი Wi-Fi IP მისამართის ამბავში არ დაგუჭერენ მაგაზე. ერთად რომ მუშაობ ჩვენი Wi-Fi-ები. ხო. ბარერი რომ დაემთხვევა. ხო. კარგი. და აი ასე ნელ-ნელა მოვედით დღევანდელობამდე. ანუ 30 წლის თუ 33-ის უკვე, როდესაც აფხაზეთი ოკუპირეს, ესეც რუსული უბედურების გამო აღმოჩნდით თბილისში და დღესაც რუსული უბედურების გამო ვართ იმ საშინელ დღეში, რაშიც ვართ და მორიგი უკვე მე რამდენი ომი გამოდის შენი ოჯახისთვის და მთლიანად საქართველოსთვის, უკვე ვეღარც დაითვლი. ამ ომში ახლა რაშიც ვართ? შენ როგორ გრძნობ თავს? ზუსტად ისე როგორც შენ და დანარჩენი ყველა პატრიოტი ადამიანი. ვიცი, ანუ გათვითცნობიერებული მაქვს რომ ომში ვარ და აი მაგალითად, როდესაც ჟურნალისტი მეკითხებოდა ბაჩოს გამოსვლამდე, რომ აი ხა მაინც ხო გამოდის ბაჩო და რაღაცა მშვიდად იქნებით და დამთავრდება ეს ყველაფერი დასრულდება, მაშინ ვუპასუხე ზუსტად ამ კითხვაზე, ესე რომ არაფერი არ დასრულებულა, ჩვენ ვართ ომში. ხო. და მე ამას ვაცნობიერებ და ვიცი რომ ომში ვარ და სანამ ეს არ დასრულდება და მშვიდობა არ იქნება. კი. სანამ არ გავიმარჯვებთ, თողოდ რაღაცა მომენტში საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ, ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ მე გრძელვადიანი მშვიდობა და აღმავლობა გქონდეს და ეს რუსეთის თავდასხმები რაღაცნაირად მოგერიებადი გახდეს ჩვენთვის. აი იმ მომენტამდე უნდა მივიდეთ. კი, ნამდვილად, სხვანაირად ვერანაირად ვერასდროს ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ მშვიდობა გვაქვს. ეხლა ტყვიები ვარ ზუზუნებს, თუმცა ზუზუნებს როგორ აიც ტყვიები ზუზუნებს, თუმცა სხვა კრიმინალური ტყვიები. არა, მე პარალელები გავლილი მაქვს, აი ახლა როგორი სასტიკი და საშინელი ომია უკრაინაში და უკრაინა დატოვა 1/13-მა მის მოსახლეობამ. ზუსტად 1/13 დატოვა საქართველოც და რა ანუ არანაირი განსხვავება არ გამოდის იმ ომს და ამ ომს შორის. ორივე პირველი ხაზია. კი. ამიტომ ეს ძალიან კარგად იგრძნობა ყველასთვის. უბრალოდ ბევრს არ უნდა დაჯერება და ამბობენ რომ შვიდობა გვაქვს, რა სად გვაქვს შვიდობა? ჯერ ერთი როგორ არის მშვიდად ოჯახი, რომელსაც ყავს შვილი, რომელიც შეიძლება გარეთ არის, სადღაც მეგობრებთან არის და მშვიდად ელოდება დავიჯერო, ეხა როდესაც ყოველდღე რაღაც უბედურება ხდება? ხო.
დღეში რამდენი მკვლელობაა? ხო. არა, არ მგონია, რომ ისეთივე სიმშვიდეა, როგორიც იყო 2012-მდე. არ მგონი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ არ არის, მაგრამ აი თვითონ ვინც თავს იმშვიდებს, რომ ვითომ მშვიდობა, იმათაც არ მგონია, რომ მართლა გრძნობენ თავს მშვიდად. ისე მშვიდად, როგორც მაშინ სისხლიან 9 წელს, რასაც ეძახიან, ბევრად უფრო ბედნიერები, თვითონ ბევრად უფრო ბედნიერები იყვნენ იმ დროს, ვიდრე ახლა. მაგრამ, რაღაცა პოლიტიკური მიზნებით თუ რაღაცა ანგარებით, მაინც რაღაცა ეს თავის გადებილება ზოგს აწყობს და სულ უფრო და უფრო ნაკლებია უკვე ასეთი ადამიანები, ახლა იშვიათად შეგხვდება, ვინც მართლა ქოცია, აი ასე რაღაცა ოჯახებში უკვე აღარ არის ასეთი ადამიანები, მარტო რაღაცა იმედის ტელევიზორში და სადღაც რაღაცა თანამდებობებზე რო ზიან, ესენი არიან მარტო დარჩენილები, თავის ხელფასის ხათრით აკეთებენ ამას. ბაჩოს პროცესი რა ეტაპზეა ახლა? რამეს უფლება უკვე მისცეს? კიდე იყო მეორე სასამართლო იმ ერთი სასამართლოს მერე, რომელიც შენ არ ჯერ არა, ჯერ ერთი თვე გავიდა, ეხლა დღეს 24-ია, ხო? ერთი თვე გავიდა, ჯერ ორ თვიანი წინასწარ აქვს. სადღაც თებერვლის მეორე ნახევარში იქნება სასამართლო. მაგრამ რაზეა ლაპარაკი, რომ სასამართლოზე საერთოდ ლაპარაკი? ხო, ცირკია, ცირკის პროცესია ვიდრე სასამართლო. არა, თვითონ იქ ციხეში ანუ ბარათს რო არ უკეთებდნენ, შენ რო არ გიშვებენ სანახავად, აი ეს რამე ამ იმებიდან მაინც მოგვარდა? კი, ბარათი რა თქმა უნდა დაუმზადებს ახლა ორი კვირის მერე ბარათი მართალია ღარიბაშვილს მეორე დღესვე დაუმზადეს, მაგრამ ხო, ну, ეხა ეგეთ რაღაცებს წუწუნი მე არ მიყვარს. ხო, ესეთი ბაჩოს დონე არ არის, ხო. არის და საერთოდ არ მიყვარს და საერთოდ რო აქ ბარათი ეგეც მიყვარს. მე არა, მე ვერ შევდივარ, იმიტომ რომ დღემდე აი ერთი თვე გავიდა უკვე და პასუხს არ მეუბნებიან, რატომ არ მიშვებენ ციხეში. აი ოფიციალურ პასუხს ვითხოვ, მიწერილი მაქვს პროკურატურისთვისაც, პენიტენციურ სამსახურისთვისაც, ციხის თვითონ, ანუ არა მარტო პენიტენციური სამსახური, არამედ კონკრეტულად ციხესაც მივწერე. მე-12 დაწესებულებას და იმათგან მივიღე პასუხი, რომ ჩვენ კომპეტენციაში არ შედის და ძალიან სასაცილო პასუხია, იმიტომ რომ რა ვიცი, ციხეში როცა ადამიანი ადვოკატი შედის, იქ იღებს საშუს და ისინი იძლევიან სარდს და მე იმ საშუის საფუძველზე შედიხარ იმ ციხეში და არ ვიცი ხა ეგ ახალი რაღაცა რა ისა. ძალიან სასაცილო პასუხი იყო, მოკლედ, ერთ სიტყვით, მაგრამ ნუ ვერ მითხრეს რის საფუძველზე არ მიშვებენ. უნდა არსებობდეს ამ პროკურორის წერილი ან რა ვიცი, მოსამართლის რაღაც განჩინება, არაფერი არ არსებობს და ვერაფერს ვერ მეუბნებიან, რის საფუძველზე არ მიშვებენ. ერთი თვეა უკვე ველოდები, ეხა ჩაერთო ადვოკატთა ასოციაცია, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აი სრული აბსურდია. არ არსებობს ესეთი არც მუხლი, არც კანონი, არც პუნქტი, არც ქვეპუნქტი. ამ კანონს თუ მუხლს თუ რაღაცას ქვია ჯინაზე. ხო, ვერც ამიტომაც ვერ მწერენ წერილს და ვერ მწერენ პასუხს. თორე ხო, ეხლა რო არსებობდეს მეორე დღესვე მეტყოდნენ, რომ აი ამის და მორჩენილი ამბავია, მაგრამ არ ვიცი, ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ვაწვევი ამით შეიძლება კი არა ჩიხში არიან და მაგიტომაც ვერ მეუბნებიან ვერაფერს და ძალიან კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ შეიძლება ამის გამო რომ მოვისვენო და დავისვენო და აღარ მივაწვი, შეიძლება ბრალის წამიყენო, საერთოდ არ გამოვრიცხავ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამართლებრივი სტატუსიც არ გამაჩნია, რომელიც ესეც არ არის ნონსენსია. ვინც ოდნავ მაინც ეხა სწავლობს იურიდიულზე იმანაც იცის, რომ ეს არის ნონსენსი. ეჭვმიტანილი სტატუსიც კი არ არსებობს ჩვენ კანონმდებლობაში, იმიტომ რომ ადამიანის უფლების დარღვევა არის, როცა მას გაუგებარ ვითარებაშია და არ იცის რა სტატუსი გააჩნია. თან ესე ამდენი ხანი არ არსებულია, იმიტომ არსებობს ვადები 48 საათიანი, 72 საათიანი. იმიტომ წერია კანონში ეს ვადები, რომ ამას აქვს თავისი ვადები. 48 საათზე მეტი ხანი ადამიანს დაკავებული როცა ყავს, ბრალი უნდა წაუყენო, თორე არ შეიძლება ესე უკიდურგანაც სულ რაღაცა გაუგებრობაში იყო. არის ბრალდებული, არ არის ბრალდებული. ხო, ну, მოკლედ კანონებზე ლაპარაკი ზედმეტი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ არც ერთი კანონი არ მუშაობს, ვიცი, ყველაფერს კანონი და კონსტიტუცია აქვს თავზე გადახეული და ამიტომ ამაზე ლაპარაკიც სასაცილოდ მიმაჩნია ეხა რა. თუმცა
მე რასაც ვაკეთებ, ძალიან კარგად მესმის, რომ კანონისანი თამათან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაგრამ მე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ვადოკუმენტირებ ყველაფერს, მომავლისთვის, აი მომავლიანი სასამართლოსთვის. რომ მქონდეს ეს ყველაფერი დოკუმენტაცია, თუნდაც იმ სასამართლო პროცესზე ადვოკატს რა აზრი აქვს. აი ის ადვოკატებიც იმიტომ ყავს იქ, რომ ესეც დადოკუმენტირდეს. და მომავალში სამართლიანი სასამართლოს წინაშე მოსამართლიდან დაწყებული, აი ბოლო ჭანჭიკით დამთავრებული, ვისაც რამე პატაკი აქვს საქმეში, უნდა საწერილი და კვილები. აი ყველა, ვინც აი ამაში მონაწილეობდა და რუსულ რეჟიმს ემსახურებოდა, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ყველა უნდა წარსდგეს, აბსოლუტურად. ამისთვის ვაკეთებ ამას, თორე ეს არის ფარსი, არ არსებობს დღეს არც სასამართლო, არც კანონი და არც კონსტიტუცია. ჩვენ ქვეყანაში მე მგონი ეს ყველამ კარგად ვიცით. წინა სასამართლო თუ წინა პატიმრობა იმის მერე რაც ეს აბსურდი ჩატარდა აქ და ცირკი დასრულდა სტრასბურგში არ წასულა ხო ბაჩოს საქმე? არა, ეხლა ვაპირებთ რომ სტრასბურგში შევიტანოთ ამ კონკრეტულ საქმეზე. ვაპირებთ. ეხლა არა მარტო სტრასბურგში. პირველს არმია ის სიცხო საშინელი აბსურდია და ანუ პატიმრობაზე და ნუ აი არასოდეს არ განიხილეს და ბოლოს რაღაცა ბაჩოვრო გამოვიდა უკვე მე გამოიტანეს რაღაცა პასუხი რომელიც აი ნუ აღარ გავაშეჩურე. ნუ 11 წლის მერე ეხლა წინასწარ პატიმრობასთან ანუ არსებით განხილვასთან დაკავშირებით არ იყო ეს იყო წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით დარღვევებზე და 11 წლის მერე რაღაცა ისა არა ეხლა თან უკვე სოფლიოსთვის ცნობილი არის რომ რუსული რეჟიმი გმართავს და ზოგადად მაშინ ბევრად უფრო რთული იყო ჯერ კიდე ყველა რაღაცა ეიფორიაში იყო რომ დემოკრატია და რაღაცა სისულები. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად მე უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციას მიწერე და დიდი განსხვავება მაშინდელ მიწერილებსა და ეხანდელ მიწერილებს შორის. ხო, სულ სხვანაირი რეაგირება იმედია. კი. კარგი. მაშინ ნახე ახლა მე მეგონა რომ ცოტა გრძელი გამოგვივიდოდა საუბარი და იმის გამო რომ წყდება ხოლმე საუბარი ანუ რაღაცა მომენტებში შენი ხმა იმას შვება ქრება და ამ ეტაპზე დავასრულოთ დღეს და მეორე ჩაწერა გვექნება მე ახლა შემიძლია დღეს საღამოსვე ჩავწეროთ მეორე ჩაწერა ან ხვალვე ჩავწეროთ მეორე ჩაწერა და ასე მივყვეთ და მე ნელ-ნელა დავდება მას YouTube-ზე. შემდეგ საუბარი გვექნება იმაზე აი ამ რეალურად ოქროს 9 წელი რო იყო რომელსაც ეს რუსების სისხლიანს ეძახიან მაშინდელი რაღაცეები ვითომ რას პრეტენზიებიც აქვს ისინი ყველაზე პირდაღებულია რომ სასამართლო რატო არ გასწორდაო და მეორე რატო არ მოხდაო მის ილუსტრაციის კანონის მიღება. აი ილუსტრაციის კანონზე ჩვენ ვისაუბრეთ. სასამართლოზე ნასაუბრები მაქვს მაიასთან, მაგრამ მაია რატომღაც არ მთავრდება რომ ჩავიწეროთ საუბარი, მე შეიძლება მისი ფორმულაზე აქ ერთხელ მოყოლილი ისავიღო და ის განვიხილო ამას პირდაპირ ეთერში ვუყურო მაყურებელთან ერთად და ისე ვისაუბრო. აი ამებზე ვილაპარაკოთ შემდეგი ჩაწერა და შენ როგორც კი მეტყვი რო გცალიაო მე ეგრევე მიუჯდები ტელეფონს და იმედია ცოტა უკეთესი იქნება ჩვენი კავშირი. ხო არ გახშობენ შენ შემთხვევით, იმიტომ რომ სავსებად შესაძლებელია რომ გიხშობდნენ. ხო, რომ ისეთი არ გამოვიყენო, თორე შეიძლება. ხო, რომ წესიერად არ გიმუშავებდეს. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა შენ და ველოდები როდის მეტყვი რომ შემდეგისთვის უკვე გცალია. მადლობა. მოგვალ შეხვედრა.